მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქართული დიასპორა და დღეს ჩვენი სტუმარია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო დივანი ზაალ სარაჯიშვილი. ბატონო ზაალ, მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თემები, რაზეც დღეს გვექნება საუბარი ჩვენს ტელემაყურებლებთან და დავიწყოთ ასეთი მოკლე შესავლით, თუ თქვენი სურვილიც იქნება. რა ძირითადი ფუნქციები აკისრია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა და რა ამოცანების დაძლევა შეძელით გასულ წელს და რა ახალი პროგრამებით ხვდებით 2015 წელს. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაც გააჩნიათ დიასპორა, სხვადასხვა პრაქტიკა და სხვადასხვანაირი გამოცდილება არის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრუქტურების. არსებობს ქვეყნები, სადაც არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა არ არის და საზოგადოებრივი ფონდების და ორგანიზაციების მეშვეობით ხდება კოორდინაცია. ჩვენი ქართული სახელმწიფო ამ მხრივ განსაკუთრებად გამოირჩევა, იმიტომ რომ არაერთ შეხვედრის დროს აღვნიშნიათ, რომ ჩვენ ქართული სახელმწიფო ამ მხრივ ძალიან წინ წავედით, იმიტომ რომ როგორც მთავრობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოში გვყავს დიასპორის წარმომადგენელი. მთავრობის სისტემაში არსებობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში და პარლამენტში არსებობს დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. შესაბამისად, ჩვენი დიასპორის ხმა ორივე სახელმწიფო შტოში არის წარმოდგენილი. ამჯერად მე წარმოვადგენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეს არის სპეციალიზირებული სამინისტრო, ეს არ არის სრულფასოვანი სამინისტრო, ეს არის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც განსაზღვრული აქვს კონკრეტული საკითხები, კონკრეტული დავალებები და კონკრეტული მიმართულება. ჩვენ შემთხვევაში ეს არის დიასპორის საკითხები. ამიტომ აპარატის ფუნქციები გაწერილია და დამტკიცებული არის მთავრობის მიერ. ძირითადი და მნიშვნელოვანი ეს არის დიასპორაში ქართული ენის შენარჩუნება, ქართული თვითყოფადობის შენარჩუნება და რაც თავარია დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების საკითხებში. სახელმწიფო მინისტრის აპარატი გარკვეულწილად ასრულებს დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ის წარმოადგენს მთავრობის წარმომადგენელი არის ქართულ დიასპორაში და გარკვეულწილად ქართული დიასპორის ლობი არის მთავრობაში. ამდენად თქვენ მოგიხსენებათ, დიასპორული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ სტრუქტურულ ერთეულებს, ესენი არიან ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენ მათთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა და გარკვეულწილად მათი წარმომადგენლები ვართ ქართულ სახელმწიფოში. ეს ძირითადი მიმართულებები და ამოცანები არის ჩვენი აპარატის და ამ კუთხით მიმართულია ჩვენი ყველა ღონისძიება. 2014 წელს ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით პირადად აღნიშნავდი იმ გარემოებას, რომ ჩვენ გავხდით დიასპორული ჩართულობის ალიანსის გლობალური ქსელის წევრი. ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქალბატონი ჰილარი კლინტონის მეთაურობით დაფუძნებული სპეციალიზირებული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დიასპორული ორგანიზაციების განვითარებას, მათ ჩართულობას ამერიკის განვითარების საკითხებში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მონოპოვარია, რამე თუ ამ ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ხელი შეუწყოთ იმ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ, მათ მიიღონ შესაბამისი გარკვეულწილად დაფინანსება, გარკვეულწილად ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ ადვილად მოხდეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინტეგრაცია ამერიკულ საზოგადოებაში. 2014 წელს ჩვენ შევქმნით საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო არის, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალიან მცირერიცხოვანია და მოგიხსენებათ, დიასპორის რიცხვი ძალიან დიდი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათი განფენილობაც ძალიან ფართო არის, თითქმის ყველა კონტინენტზე არიან ქართველები. და არსებობს დიასპორული ორგანიზაციების საკითხები ძალიან ფართოა და მრავალმხრივი. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ჩვენთან ერთად საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოში მოგვეწვია ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიასპორის ემიგრაციის თემაზე, ესენი არიან მეცნიერები, ესენი არიან პედაგოგები, ესენი არიან ბიზნესმენები.
ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები. მათი მეშვეობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანების მონაწილეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ყველა ეს ღონისძიება და ის მიმართულება და ამოცანა, რომელიც იქნება აპარატს დასახული, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და შესაბამისად უფრო კარგად წაადგეს ჩვენს ქართულ დიასპორას. 2014 წელს დავასრულეთ და 2015 წლის იანვარში უკვე მოგვიხდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ეს არის დიასპორული ბიბლიოთეკა. აი ეს მოკლედ გამოყავის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც 2014-ში ჩვენ განვახორციელეთ. ბატონო ზალ, ალბათ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, რადგან საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი, თუ აქვს სხვა სამთავრობო სტრუქტურებს ამგვარი საბჭო, საზოგადოებრივ საკონსულტაციო, ამასთან ერთად გვაინტერესებს ეს იდეა საიდან მოდის, როგორ განახორციელეთ და რამდენი წევრი ყავს საბჭოს? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკონსულტაციო ტიპის საბჭოები სხვადასხვა უწყებებთან არსებობს, მაგრამ საზოგადოებრივ საკონსულტაციო ცოტა ფართო მნიშვნელობის არის. ეს არის საბჭო, სადაც 20-მდე საბჭოს წევრი არის. ჩვენ ძალიან სკრუპულოზულად და მიზანმიმართულად შევარჩიეთ ეს ადამიანები, ჩვენ ამ ადამიანებთან წლები მუშაობთ, ვიცით მათი გამოცდილება, მათი შემართება, მათი დამოკიდებულება დიასპორის და ემიგრაციის საკითხებთან მიმართებაში. საზოგადოებრივი საბჭოს იმიტომ ქვია, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ საწყისებზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. საბჭოს მთავარი ამოცანა და დანიშნულება ის არის, რომ დიასპორაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისთვის მოამზადოს, სახელმწიფო მინისტრისთვის მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. ამ კუთხითაც ნოვაცია ის არის, რომ ნებისმიერ წინადადებას და ასე ვთქვათ, ნებისმიერ მოსაზრებას კენჭი ეყრება საბჭოს წევრების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი თავმჯდომარეობს საბჭოს, ის კენჭისყრაში არ მონაწილეობს, რამე თუ ჩვენ თვლიდით, რომ არ შეგვეზღუდა კენჭისყრის თავისუფლება და საბჭოს წევრების თავისუფალი დამოკიდებულება და თავისი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა უახლოეს პერიოდში იგეგმება მეორე სხდომა საბჭოსი, სადაც ალბათ დამტკიცდება ის დარგობრივი ჯგუფები, რომლებიც საბჭოსთან იარსებენ. ესეც გარკვეულად ნოვაცია, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს წევრები არიან ფიზიკური პირები, არ შეიძლება საბჭოს წევრი იყოს ორგანიზაცია ამ სისტემით დამდებულების შესაბამისად და დარგობრივ ჯგუფში უკვე როგორც ფიზიკურ პირს, ასე იურიდიულ პირს ნებისმიერს, ვისაც დაინტერესება ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნად გარეთ დიასპორულ ორგანიზაციაში შეუძლია თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა. მონაწილეობის ელემენტი ძალიან ფართო არის, ამ შემთხვევაში დასწრება ყოფნა დარგობრივ ჯგუფებზე არ არის სავალდებულო, შესაბამისად შეიძლება გამოყენებული იყოს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, Skype, ელექტრონული პოსტა და ასე შემდეგ და ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ, რომ მათი სურვილის სამებ, თუ მათ სურვილი ექნებათ, ჩვენ მალე ჩვენის აპარატის ვებგვერდზე განვათავსებთ ამ დარგობრივი ჯგუფების ჩამონათვალს, რომელიმე დარგობრივი ჯგუფი, რომელიც მათთვის მისაღები იქნება, დიდად მოხარულები ვიქნებით, თუ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მდივანი ბრძანდებით, ალბათ სასურველია, რომ სამდივნოს ესე იგი ფუნქციებიც განუმარტოთ და ამასთან ერთად ვთხოვოთ ჩვენს თანამემამულებს, რომ ნებისმიერი შეკითხვა, როგორც საქართველოში, მით უმეტეს ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაუჩნდებათ, მოაწოდონ სამდივნოს. სპეციალურად ამ საბჭოსთვის შექმნილი არის სამდივნოს პირადად ხელმძღვანელობს მინისტრის დავალებით. სამდივნოში გაერთიანებული არიან ჩვენი თანამშრომლები. სამდივნოს მთავარი ფუნქცია არის ტექნიკური ადმინისტრაციული ხასიათის, უზრუნველყოს საბჭოს და დარგობრივი ჯგუფების მუშაობა, უზრუნველყოს ელექტრონული პოსტით, სხვა კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის წინადადების მიღება საბჭოს წევრებისაც და დარგობრივი ჯგუფებისთვის წარდგენა შესაბამისად მოახდინოს სისტემატიზაცია და ხელი შეუწყოს საბჭოს ფუნქციონირებას. ასე რომ ნებისმიერი შეკითხვა წინადადება და თუნდაც მონაწილეობა, ყველა ეს განაცხადი უნდა შევიდეს საზოგადოებრივ საბჭოს სამდივნოში, როგორც ეს შესაძლებელია დისტანციური წესით, შეიძლება ჩვენ აპარატში ამ განაცხადის ჩაბარებით. ბატონო ზალ, ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისათვის განვმარტოთ რამოდენიმე ჯგუფი მაინც დარგობრივი.
ძირითადად დარგობრივი ჯგუფები ჩამოყალიბდა სამინისტროს ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე, ასევე დიასპორაში არსებული აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულად ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად, რომ არსებობს ქართული ენისა და ისტორიის დარგობრივი ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულია იმითკენ, რომ ხელი შეუწყოს ქართულ დიასპორაში ქართული ენისა და ისტორიის, ეთნოგრაფიის სწავლას, განათლებას, როგორც დიასპორულ სკოლებში, ასევე იმ სახელმწიფოებში, სადაც დაარსებული არის ქართული ეთნოკომპონენტის მქონე საშუალო სკოლებში. ასევე არსებობს განათლების და მეცნიერების დარგობრივი ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის მიზანი არის გააერთიანოს და მუდმივ კონტაქტში იყოს ყველა იმ ქართველ მეცნიერთან, რომელიც მოღვაწეობს ქართულ დიასპორაში და იმ მეცნიერებთან, რომლებიც მოღვაწეობენ დიასპორის და ემიგრაციის საკითხებში საქართველოში. ასევე არის სპორტის და ახალგაზრდობის დარგობრივი ჯგუფი, როგორც მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდობამ განსაკუთრებით სტუდენტობამ, ამაზე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო, მათ აქვთ ნოვაცია, მათ დააარსეს ქართულ სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ისინი ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ მიუხედავად იმისა, თუ რომელ სასწავლებელში და რომელ სახელმწიფოში სწავლობენ, მათთან ერთად ყალიბდება სპორტული ჯგუფები, ჩვენ გასაოცრად სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც არსებობენ საქართველოს ფარგლებს დიასპორაში, ძალიან ქმედიდად ხელს უწყობენ ქართული ენის შენარჩუნებას. რამე თუ სპორტული ღონისძიებები, ვარჯიშები და მთელი სასპორტო ღონისძიება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და ჩვენი თანამემამულები, რომლებიც გაერთიანებული არიან ამ სპორტულ ორგანიზაციებში, თუნდაც აი ამ სპორტის მეშვეობითაც ინარჩუნებენ მშობლიურ ენას. დარგობრივი ჯგუფი არის ასევე ემიგრანტების უფლებათა დაცვის კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში გააქტიურდა მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ძალიან ბევრი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს. ძალიან ბევრი რეგულაციები არსებობს უკვე ემიგრანტთა უფლებების დასაცავად, შესაბამისად და სამწუხაროდ არის ფაქტები, როცა ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ქართველების უფლებები, თანამემამულეების გარკვეულწილად ირღვევა. ვფიქრობთ, შევქმნათ გარკვეული მექანიზმი ამ უფლებების დაცვის კუთხით. პირადად მე სანამ მინისტრის მოადგილე გავხდებოდი, ხელმძღვანელობდი მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს, გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით მეც გამაჩნია. ასევე გვინდა, რომ აბსოლუტურად ამ ჯგუფში თავი მოუყაროთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ დიასპორაში ეწევა უფლებადამცველ საქმიანობას, იქნება ეს ადვოკატი, სასამართლო თარჯიმანი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ასე შემდეგ და ასევე ჩვენ ქართველ ადვოკატებს და უფლებადამცველებს, რომლებიც მუშაობენ მიგრაციის თემაზე. ასევე არსებობს დონორი ორგანიზაციების ექსპერტთა, მრჩეველთა დარგობრივი ჯგუფი. ჩვენ მუშაობთ რამოდენიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც არის მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაცია, დანიის ტოლვილთა საბჭო, ICMPD და სხვა ესეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები ვართ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასთან და შესაბამისად ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური და ქმედითი რო გავხადოთ და მხოლოდ მარტო პროექტების გარშემო მუშაობა არ იყოს, ძალიან დიდი სურვილია ჩვენი მხრიდან, რომ მათი წარმომადგენლებიც რეალურ დინამიკაში გადაგვყავს ეს შესაბამისად მათი წარმომადგენლებიც მუდმივად გაეცნობიან თუ რა სამუშაოები და რა ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც აპარატში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ასევე საზოგადოებრივ საბჭოში, ასევე დიასპორულ ორგანიზაციებში. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ, რომ გვაძლევთ საშუალებას უფრო დაწვრილებით გავეცნოთ ამ გეგმებს და პროექტებს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენს თანამემამულეებს და ჩვენს ტელემაყურებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გეგმებს, ღონისძიებებს და პროგრამებს ყოველ დღე განახლებაც მის ახალ ვებ-პორტალზე, ახალ ოფიციალურ გვერდზე და ასევე ახალი სოციალური ქსელი, რომელიც ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ინოვაცია აპარატის. გთხოვთ ამაზე 2 სიტყვა გითხრით. 2012 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხარი დაუჭირა კოალიცია ქართულ ოცნებას და ჩამოყალიბდა კოალიცია ქართული ოცნების მთავრობა, ჩვენ ერთ-ერთი მიზანი დავისახეთ, შეგვიქმნათ რაღაც
სოციალური ქსელის მაგვარი რაღაც დიასპორისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობდა, რომ ნებისმიერი ჩვენი თანამემამული, რომელიც იმყოფებოდა უცხოეთში, ქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო ქსელში ჩართული, არ ყოფილიყო მოწყვეტილი, მას მუდმივად ქონოდა თან ინფორმაცია რა ხდება საქართველოში, ასევე სხვა დიასპორულ ორგანიზაციებში, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულებთან და მიზნად დავისახეთ ასეთი ქსელის შექმნა. აღნიშნულ ქსელის შემუშავებაში ძალიან ქმედითი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციამ. ჩვენ დავამთავრეთ ამ ქსელის მუშაობის პირველი ეტაპი, ფაქტობრივად ეს არის პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ქსელის მუშაობა გადასულია მეორე ეტაპზე, ეს არის უკვე სატესტო რეჟიმი და ამ შემთხვევაში უკვე უახლოეს პერიოდში ჩვენ მიმართავთ ჩვენს თანამემამულებს და ეხაც ვისარგებლებ შემთხვევით, როგორც მოგეხსენებათ სოციალური ქსელის განვითარებას და მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის მომხმარებლების რეგისტრაცია ქსელში, მათი შენიშვნები, მათი წინადადები, მათი მოსაზრები, მათი სურვილები და ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ ჩვენი თანამემამულები აიტაცებენ ამ მიმართვას და გაწევრიანდებიან თანამემამულთა სოციალურ ქსელში. თანამემამულეჯი, ეს არის ოფიციალური მისამართი და შესაბამისად მოგვაწვდიან მათ სურვილებს, მათ რჩევებს თუ როგორ მოხდეს ამ ქსელის განვითარება. ეს ფაქტობრივად შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის პირველი ქართული სოციალური ქსელი, რომელიც გაერთიანებს ჩვენს თანამემამულეებს, როგორც ქვეყნის შინ, ისე ქვეყნის გარეთ შეზღუდვა ამ კუთხით არანაირი არ არის. ეს არ არის Facebook-ის, Twitter-ის ან Odnoklassniki-ის და სხვა ამ მსგავსი ტიპის სოციალური ქსელების ანალოგი. ეს არის ქსელი, რომელიც ორიენტირებული არის თანამემამულეზე, გარდა სოციალური ქსელის დამახასიათებელი სერვისების ჩართული იქნება სახელმწიფო სერვისების წვდომის ელემენტი, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე უწყება დისტანციურად ახორციელებს სახელმწიფო სერვისებს. ორმაგი მოქალაქეობა, თანამემამულის სტატუსი, რა თქმა უნდა, ასე ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მართვის მოწმობის შესახებ, ქორწინების შესახებ, დაბადების მოწმობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა სახელმწიფო სერვისი, რაც დისტანციურად ხორციელდება, აბსოლუტურად ინტეგრირებული იქნება ამ ქსელში. ასევე ერთი სივრცის პრინციპი. დიახ, ერთი სივრცის პრინციპი. გარდა ამისა, თითოეულ დიასპორულ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა, რომ კონდეს თავისი პეიჯი და მართოს, თავისი გვერდი და მართოს და ატვირთოს ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც მისთვის საინტერესოა. ამას გარდა თვითონ თუ დააგვირდებით პირველ გვერდს თვითონ ამ ქსელის, ეს არ არის სტატიკური გვერდი, როგორც არის მაგალითად სხვა სოციალური ქსელების პირველივე გვერდის დანიშნულება ის არის, ეს არის ამავდროულად ვებსაიტი. ადამიანს შეუძლია რეგისტრაციის და ქსელში დარეგისტრების გარეშე მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაციები, რაც ყოველდღე განახლებადი. ასევე ახლა ამ მომენტისთვის განთავსებული არის დიასპორული ბიბლიოთეკაც გვერდზე, თუმცა ყოველივე ამას ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ინტეგრირებული იქნება ქსელში, უფრო კომფორტაბლურ რეჟიმში იქნება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც დარეგისტრირდება სოციალურ ქსელში. ასევე იქნება სპეციალური, ასე ვთქვათ, რუბრიკა, შეკითხვა მინისტრს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის დიასპორაში და ემიგრაციაში, შეუძლია პირდაპირ და უშუალოდ მინისტრს და მიიღოს შესაბამისი პასუხი და შესაბამისი კონსულტაცია. და კომპეტენტური რჩევები. რა თქმა უნდა, ჩვენ აპარატში მივედით იმ დასკვნამდე, რომ გარკვეულწილად და მუშაობთ იმ საკითხზე, რომ დიასპორის ჩართულობის ელემენტი რო გავაძლიეროთ, აუცილებელი არის მათი შესაბამისი საინფორმაციო საკონსულტაციო უზრუნველყოფის განხორციელება. ეს კიდევ ერთი ინოვაცია. რა თქმა უნდა, ამას 2015-ში ვგეგმავთ, ამაზე ვმუშაობთ, ანუ თუ როგორ იქნება, რანაირად განხორციელდება ტექნიკურად ნებისმიერი ჩვენი თანამემამულისთვის რა ტიპის ინფორმაცია, კონსულტაცია იქნება საჭირო, ამის ყველაფერს სისტემას ვქნით, ამას უახლოეს პერიოდში გავუზიარებთ საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს, მათგანაც მივიღებთ შესაბამის წინადადებებს და მოსაზრებებს და ვფიქრობ, რომ ძალიან ქმედითი იქნება აღნიშნული კონსულტაცია, იმიტომ რომ თანამემამულემ უნდა იცოდეს
და რა ხდება ქვეყნის შიგნით, რა არის კონკრეტული სამთავრობო პროექტები და შესაბამისად მათთვის უფრო ადვილად გასაგები იქნება თუ რა სახის ჩართულობა იქნება მისთვის მისაღები. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისათვის. ჩვენს მაყურებლებს ვთხოვთ, რომ გააქტიურდნენ და ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც ქვეყნის შიგნით ან მით უმეტეს ქვეყნის გარეთ ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ექნებათ, გამოგზავნონ ამ სოციალური ქსელის ან ვებ-პორტალის ოფიციალურ მისამართზე. მე ჩემი მხრიდან დავამატებდი და თავისუფლებას მივცემდი, გავაკეთო ერთი კომენტარი. ამ აპარატის შექმნის დღიდან აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ქართული ემიგრაციის კონსოლიდაცია. მე გულახდილად გითხრათ, უკვე ვხედავ ამ ნაბიჯებს, რა კუთხით მიდის კონსოლიდაცია და რა რეალურ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ კონსოლიდაცია ორივე მხრიდან უნდა იყოს, სამხრელი შეუძლებელია. ამავდროულად ბიბლიოთეკის სეგმენტი, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, თანამემამულე ჯიში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ამაზეც შევაჩერო ჩვენი მაყურებლების ყურადღება და გთხოვთ მოკლედ აგვიხსნათ ამ ბიბლიოთეკის იდეა, არსი, როგორ შეიძლება რომ დიასპორის ბიბლიოთეკა გამოიყენოს საზღვარგარეთ ცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, მისი წვდომა აქვს ცხადია საქართველოში ცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც. პირველ რიგში პირველ ნაწილს გამოვიხმაურები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მთავრობა არის, ჩვენ კარგად აგვაქვს გააზრებული ის მომენტი, რომ ქართული დიასპორა ეს არის ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი და რაიმე პარტიული ან რელიგიური ნიშნით დაყოფა და ამ კუთხით რაიმე გაღვივება და დაპირისპირება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის. ნებისმიერი მინისტრი, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი შემდგომშიც მოვა საქართველოში, მათი მიზანი უნდა იყოს ის, არა გაყოს ქართული დიასპორა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით, არამედ ყველანაირად ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის ჩართვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქციის, ქართული ბრენდის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ კუთხითაც პატარას გავუსწრებ მოვლენებს და ჩვენ მუშაობდით დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, შესაბამისად ამ კუთხით იგეგმება მთავრობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შექმნა. თითქმის ყველა სამინისტროს გვაქვს ეთანხმება და თანხმობა, რომ ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღოთ ამ კომისიის მუშაობაში. თითოეული სამინისტრო აცნობიერებს, რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქართული დიასპორა. შესაბამისად, ჩვენი აპარატის შეთავაზება ატაცებული იქნა და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ უფრო გავზარდოთ სახელმწიფოსთან და დიასპორის ურთიერთობა უფრო სისტემური იყოს, უფრო მიმართული იყოს კონკრეტული დინამიკა და კონკრეტული მიზნებისაკენ. ყოველ დროის მონაკვეთში ქართულმა დიასპორამ იცოდეს რა სიტყვის მისგან ქართული სახელმწიფო და ასევე ქართულმა სახელმწიფომ უნდა იცოდეს თუ რა სიტყვის ქართული დიასპორა. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ხელშეუწყოს თანამშრომლობას, ჩართულობას და საერთო ჯამში მოხმარდება როგორც ქართულ სახელმწიფოს, ასევე მოხმარდება ჩვენ ქართულ დიასპორას. და ერთი ასეთი პროდუქტი უკვე დევს თანამემამულე ჯიზე, ექსკლუზიურად ქართული დიასპორისთვის შექმნილი. ეხლა უკვე ყველაფერი განვითარება ამ სოციალური ქსელის, ამ ტექნიკური და დიზაინერული პირველი ეტაპი დასრულებული არის. სოციალური ქსელი, როგორც იცით, ეს არის მზარდი ორგანიზმი, ის ვითარდება მომხმარებელთან ერთად, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სოციალური ქსელი მისაღები იქნება, საინტერესო იქნება ჩვენი თანამემამულეებისთვის და ისინი აიტაცებენ ამ ქსელს და ხელშეუწყობენ მის განვითარებას. ეს მაცია დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ეს არის დიასპორული ბიბლიოთეკა. ეს იდეა ჩვენ დაგვებადა 2012 წელს, როცა საპარლამენტო მოსმენები იყო ქართული ოცნების მთავრობის დამტკიცების დროს. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ინიციატივა, რომ ხელშეუწყობდით დიასპორულ ორგანიზაციებში ბიბლიოთეკების შექმნას. იმიტომ რომ მარტო სახელმძღვანელოები და საკვირაო სკოლებით ქართული ენის და თვითყოფადობის შენარჩუნება მთლიანად ამ პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. საჭიროა დამატებითი მექანიზმები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი კარგი იქნება თუ იქნება ბიბლიოთეკები. გარდა ამისა, ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ 293 ორგანიზაცია დღეს სოფლიო მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაცია, რომლებიც არიან სხვადასხვა კონტინენტზე, ამიტომ
სერიალური სახით ბიბლიოთეკების აღჭურვა ძალიან ხანგრძლივი პროცესია და ამ კუთხითაც არ ვაკლდით მცდელობას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ასევე ყოფილიყო ელექტრონული ბიბლიოთეკა, რამე თუ ყველა ადამიანს არ ექნებოდა შესაძლებლობა ჩვენ თანამემამულესო დიასპორულ ორგანიზაციაში მისულიყო და ესარგებლა ამა თუ იმ წიგნით. ხან არის ქვეყნები, სადაც არ არის დიასპორული ორგანიზაციები, ან დიასპორული ორგანიზაციების დაშორება დასახლებული პუნქტად, სადაც ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, იმდენად შორი არის, რომ ამ შემთხვევაში თანამემამულეს აბსოლუტურად არ აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ამ სერვისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვექმნა დიასპორისთვის ელექტრონული ციფრული ბიბლიოთეკა, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა 2013 წელს და 2014-ში დავასრულეთ. რადგან მცირე შესვენება სარეკლამო და გავაგრძელოთ საუბარი თანამემამულე ჯის ახალ ნოვაციურ პროექტზე, დიასპორის ბიბლიოთეკაზე და ასევე ონლაინ სკოლაზე, რომელიც ასევე ექსკლუზიურად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ქართული დიასპორა და ჩვენი გადაცემის სტუმარია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი. ბატონო ზაალ, ჩვენ საუბრობდით ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე, რასაც თქვენ ასე ხაზგასმით აღნიშნავთ ყოველთვის არა მარტო აპარატის სახელით, არამედ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ხომ? რამდენადაც ჩვენი დიასპორისთვის ეს არის უმთავრესი, რისთვის არსებობს ჩვენი უწყება, იმისთვის რომ ხაზი გაესვას ქართული იდენტობას ჩვენს თანამემამულებში და თვითონაც ამისთვის არიან მოწოდებული, ცხადია. საუბრობდით ერთ-ერთ კომპონენტზე, ამ იდენტობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ კომპონენტზე, ეს არის დიასპორის ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა, რომლის განხორციელებაშიც თქვენ გვერდში დაგიდგათ არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, გთხოვთ ამაზე შედარებით დაწვრილებით გვესაუბროთ. ჩვენ როცა საკომიტეტო მოსვლაში გავაჟღერეთ, რომ გეგმავთ დიასპორისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის შემუშავებას, დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ეს არის ლიდგე, ეს არის საბა. ჩვენ დავიწყეთ მათთან ურთიერთობა, მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ დიასპორის ბიბლიოთეკა ყოფილიყო უფასო, აბსოლუტურად უფასო და ხელმისაწვდომი ჩვენი თანამემამულეებისათვის. რამე თუ იქ არსებული წიგნები, რომლებიც ეს არის ძირითადად ჰუმანიტარული ხასიათის წიგნები, რომლებიც ხელს უწყობს ქართული ენის და თვითყოფადობის შენარჩუნებას, არ შეიძლებოდა ჩვენი ხედვით, რომ ყოფილიყო ფასიანი, ან რაიმე თუნდაც სიმბოლური გადასახადის კი რო ყოფილიყო ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ამ გამოცემლებთან მუშაობა, მათ თავთავიანთი მოთხოვნები, თავიანთი პირობები ჰქონდათ. შემდგომში ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ პარლამენტთან არსებულ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და მათ დაიწყეს პროექტი წიგნების გაციფრებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაველაპარაკეთ ხელმძღვანელობას, ბატონ გიორგის, ბატონ მირიანს, ვისარგებლო შემთხვევით და მათ მინდა ურმესი მადლობა გადაუხადო მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. სრულად შემიძლია თქვა, რომ ეს იყო ტიტანური შრომა, რაც მათ გაწიეს. ეს არის ფასდაუდებელი შრომა, რითაც ურმესი მადლობელი ვარ მათი. და რომელიც გრძელდება ბატონო. რა თქმა უნდა. და შესაბამისად ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმება, რომ წიგნების გაციფრება დაიწყებოდა 10 წიგნიდან ერთი ყოფილიყო ისეთი წიგნი, რომელიც დააკმაყოფილებდა ამ სტანდარტს. ანუ ჩვენს თანამემამულეს შეუნარჩუნებდა ქართულ ენას და თვითყოფადობას. შესაბამისად, მათ პირველივე ეტაპზე წარმოადგენეს 268 წიგნი, რომელიც უკვე პირველივე პერიოდში იყო გაციფრებული. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლების მეშვეობით მოხდა ამ წიგნების გადარჩევა ამ სტანდარტის შესაბამისად და დღეს მდგომარეობით დიასპორის ბიბლიოთეკაში არის 80-მდე წიგნი, ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის წიგნები, ეს არის ქართული მწერლობა, ქართველი მწერლები, ეს არის
სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა, ეს არის დედაენა დაწყებული იაკობ გოგებაშვილიდან თანამედროვე სახელმძღვანელოები დამთავრებული და ეს არის ლექსიკონები ჩვენი თანამემამულეებისთვის ქართული და შესაბამისად რამოდენიმე უცხო. ეს მნიშვნელოვანი მაპატიეთ ჩაგერთვებით და უახლესი გამოცემა, რომელთაც ამაყობს ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან სამართლიანად, ეს არის აფხაზური ენის ლექსიკონი. ჩვენ დასაბედნიეროდ ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული აღმოჩნდა პირველი აფხაზური ლექსიკონი. მართალია ეს არის აფხაზურ-რუსული ლექსიკონი, მაგრამ ეს არის პირველი და მე ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ბიბლიოთეკით, რომ მათ შეძლეს ამ ლექსიკონის შენახვა, მათ შეძლეს გაუფრთხილდნენ, მოუარეს, გამოცემაც გააკეთეს, ეს და უკვე ახალი გამოცემა იყო და სხვათა შორის აფხაზურ-რუსული პირველი ლექსიკონი მოხდა იმ წიგნების ჩამონათვალში, რომელიც ჩვენს გადავცემთ დუშჯეს უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის ფაკულტეტს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ჩვენთვის, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზური ენა ეს არის მეორე სახელმწიფო ენა, რომელიც დაცული არის კონსტიტუციით და ჩვენს გვევალება ამ ენის დაცვას. შესაბამისად, ჩვენ გვყავს ჩვენი თანამემამულეები ქართული დიასპორა, რომლებიც არიან აფხაზიდან წარმოშობით, თვითონ არიან ეთნიკურად აფხაზები, მაგრამ ჩვენთვის ყველა ის ადამიანი მნიშვნელოვანია, რომელიც ამ კუთხით, რომელიც არის წარმოშობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ეს იქნება ქართველი, აფხაზი, რუსი, უკრაინელი, თუ სომეხი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, თუ ის არის ქართულ დიასპორაში, შესაბამისად ჩვენი მზრუნველობის საგანიც უნდა გახდეს აფხაზური ენის სწავლება მათთვის. ჩვენმა ერთობლივ მზრუნველობა მის შედეგი გამოიყო, რომ ახლა ყარსის უნივერსიტეტიც გვთხოვს წიგნებს, სადაც ასევე არის ქართული ენის კათედრა. ძალიან კარგი და ჩვენს რა თქმა უნდა გავაგრძელებთ როგორც მატერიალურად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე შესაბამისად უკვე მათაც ექნება შესაძლებლობა, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკით ისარგებლონ შესაბამისად ჩამოტვირთონ ის წიგნები, რომელიც განთავსებული არის ბიბლიოთეკაში. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საავტორო უფლებები აბსოლუტურად ყველა წიგნის მიმართ არის დაცული. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ბიბლიოთეკიდან და რა თქმა უნდა ჩვენც მას დავეთანხმეთ და სამართლებრივი ელემენტი წიგნების მიმართ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა იყოს შელახული ავტორის უფლება. თანამედროვე ავტორებთან გასაუბრება შეხვედრას, რამე თუ მათი წიგნებიც, მათი თანხმობის შედეგად რომ მოხდეს დიასპორის ბიბლიოთეკაში და ჩვენს თანამემამულეებს გქონდეთ შესაძლებლობა, რომ თანამედროვე ქართულ წერილობასაც გაეცნოს. ეს პროექტი არ ჩერდება, ეს პროექტი არის განგრძობადი. ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს თავის საქმიანობას გაციფრების კუთხით. შესაბამისად, ისინი იმ პრინციპით, რაც ეხლა განვახორციელებთ, გააგრძელებენ მუშაობას და ყველა ის წიგნი, რომელიც გაციფრდება, ავტომატურად მოხდება უკვე ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, შეიძლება ჩვენი თანამემამულე ეხლა შევიდეს ბიბლიოთეკაში და აღმოაჩინოს, რომ ის წიგნი, რომელიც მას სურს, არ არის ამ ბიბლიოთეკაში. ხა ისტორიით მაპატიეთ მაყურებლების ერთი ნაწილი გვეკითხება, რომ თუ ვერ მოიძიეს მათთვის სასურველი ლიტერატურა, მოხდება თუ არა მოთხოვნის შესაბამისად ამისი გაციფრება და ატვირთვა. აუცილებლად მოხდება, უბრალოდ საკმარისი არის, რომ ჩვენს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ პოსტაზე გამოვაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ მივაწვდით ეროვნულ ბიბლიოთეკას, თუ იქ არ იქნება საავტორო პრობლემატიკა, ის დაუყოვნებლივ გაციფრდება და მოხდება ბიბლიოთეკაში, რის თაობაზე თქვენც მიიღებთ შეტყობინებას. თუ აღმოჩნდა, რომ იქ საავტორო უფლების ელემენტია, შეიძლება ზოგადად დროში გაეწელოს, სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით წიგნის ავტორთან მის გამოქვეყნების თაობაზე. ჩვენ მაყურებლების ერთ ნაწილს ასევე აინტერესებს ბატონო ზალ, რაიმე სტატისტიკა არის თუ არა? კიდე გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიასპორული ბიბლიოთეკა ორიენტირებულია მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის ლიტერატურაზე, ჩვენი მეცნიერების სტუდენტების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ ესეც არ იქნება პრობლემა, თუ ესეთი ხასიათის წიგნი გახდება თქვენთვის აუცილებელი და ის დაცული არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აღნიშნული წიგნის ელექტრონული სახით შესაძლებელი იქნება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მოწოდებული იქნას.
ბატონო ზალ, აი ჩვენ საუბრობთ ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე და უკვე ვისაუბრეთ რამდენიმე პროექტზე, რომელიც ხორციელდება და უკვე განხორციელდა. ამ იდენტობას არა აქვს ზოგადი სახე, აქვს ძალიან კონკრეტული სახე და ჩვენ მუდმივად ვამბობთ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით, რომ დიდი ილიას მაქსიმა, როგორც ვამბობთ ქართველები, რაც მან ანდერძად დაგვიტოვა, მამული ენა სარწმუნოება, გარკვეულწილად პერიფრაზირებული გახდა ჩვენს რეალობაში და ქართული დიასპორის რეალობიდან გამომდინარე და ენამამულ სარწმუნოებად იქცა. ენა გახდა მთავარი გამსაზღვრელი კომპონენტი ჩვენი ეროვნული იდენტობის. ამაში ტრაგიკული ცხადია არაფერია, მაგრამ ჩვენ ალბათ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ფეხი ავუწყოთ ამ მოთხოვნილებას, როგორც დიასპორაში, ისე ქვეყნის შიგნით და ამის შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს კიდევ ერთი ექსკლუზიური ნოვაციური პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა, ეს არის ქართული ონლაინ სკოლა. რა შეგიძლიათ ჩვენს ტელემაყურებლებს ამ პროექტის შესახებ ამ ეტაპზე უთხრათ? ეს იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ საკვირაო სკოლების განვითარების კონცეფციაზე დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიაში, სტრატეგიასთან მიმართებაში როცა მუშაობდით, დილემა იყო შემდეგი, უნდა გაზრდილიყო საკვირაო სკოლების რაოდენობა, რომ ქართული ენის სწავლება გაფორმებულიყო და გაძლიერებულიყო. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სპეციფიკა, მისი განათლების სისტემის სპეციფიური ელემენტები, ასევე განფენილობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კონტინენტებზე ჩვენი თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების არსებობა და არარსებობა ძალიან ბევრი კრიტერიუმი აღმოჩნდა იქითკენ მიმართული, რომ უნდა შექმნილიყო რაღაც უნივერსალური ინსტიტუტი, რაღაც ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნიდა ამ კუთხით. შესაბამისად ხდებოდა მეორე პრობლემა, ანუ ქართული ონლაინ სკოლა ჩაანაცვლებს თუ არა საკვირაო სკოლებს. ესეც სერიოზული შეკითხვისგან იყო, ეს გამოიწვევდა თუ არა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა თუ არა საკვირაო სკოლების, ასე ვთქვათ, გაუქმებას ან მისი მნიშვნელობის დაკარგვას. ანუ სამუშაო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, რომ დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა და ჩამოვყალიბდით და ყველა კითხვას გავეცეთ პასუხი, რომ ონლაინ სკოლა უნდა არსებობდეს და არანაირად არავითარ შემთხვევაში ონლაინ სკოლა ვერ გახდება საკვირაო სკოლის ჩამონაცვლებელი, იმიტომ რომ საკვირაო სკოლებში არის ისეთი ხასიათის ღონისძიებები კლასგარეშე და საკლასო, რომელიცაც ონლაინ სკოლა ფიზიკურად ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. თუნდაც ელემენტარულად რო ავიღოთ დღესაც ჩვენს საქართველოში საჯარო სკოლებში და ნებისმიერ სკოლაში არსებული თუნდაც დედაენის დღის მიზნული ღონისძიება, დედის დღესთან მიზნული ღონისძიება, დამოუკიდებლობის დღესთან მიზნული ღონისძიებები, ან დიასპორის დღესთან მიზნული ღონისძიებები, რომელსაც ეს სკოლები ატარებენ, ამას ონლაინ სკოლა თავისთავად ვერ განახორციელებს. არის ასევე ისეთი საგნები, როგორიც არის თუნდაც მუსიკა, ხელოვნების საგანი, ასე შემდეგ, ეს სკოლა ამას ვერ განახორციელებს ვერანაირად, იმიტომ რომ მისი მიზანი და ამოცანა არის მხოლოდ ერთი, ენის შენარჩუნება, საქართველოს ისტორიის გაკვეთილების ჩატარება, ეთნოგრაფიის და გეოგრაფიის გაკვეთილების ჩატარება, რათა ადამიანში მოხდეს ენის და თვითყოფადობის შენარჩუნების ელემენტის გაღვივება. შესაბამისად, დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ჩავერთეთ თქვენ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული პროექტი აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ტექნიკური ელემენტის მომენტი იყო ძალიან რთული, როგორც მოგიხსენებათ და ჩვენც შევისწავლეთ ძალიან რამოდენიმე ქვეყნის გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ტერიტორია და ბავშვები ვერ ახერხებენ სკოლაში მუდმივად სიარულს და შესაბამისად მათი საგანმანათლებლო სისტემა იძლეოდა საშუალებას, რომ ამავდროულად მაპატიეთ მიუხედავად იმისა, რომ მცირე ტერიტორიული ქვეყანა ვართ, ჩვენც გვაქვს რეგიონებში ასე სკოლები. სამთო მაღალმთიანი რეგიონებში, მაგრამ იქ
ანალიზმა დაგვანახა, რომ ის სტანდარტი, როგორც ისინი მუშაობენ, ჩვენთვის ვერ იქნებოდა მისაღები. ანუ მათი სტანდარტი იყოს ინდივიდუალური მუშაობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, გამოიყენებოდა ელექტრონული პოსტა, გამოიყენებოდა Skype. ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია იყო რთული, იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლე იმყოფება მაგალითად გერმანიაში, მაგრამ გერმანიაში სხვადასხვა ქალაქებში, მაგალითად ბერლინში ან მიუნხენში, შესაბამისად ინდივიდუალური ასეთი მუშაობა არ გამოვიდოდა. უნდა მოგვეფიქრებინა რაღაც ისეთი უნივერსალური ელემენტი, რომ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა რაიონიდან ერთ სივრცეში თავმოყრილიყვნენ და თბილისში მყოფ მასწავლებელს ჩაეტარებინა ეს გაკვეთილი. შესაბამისად დავიწყეთ ამის ტექნიკური უზრუნველყოფის ფიქრი და შესაბამისად გავიარეთ არაერთი კონსულტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ესეც ძალიან ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. აქაც ძალიან სერიოზული სირთულეები არის. ასე თუ ისე ჩამოყალიბდით რა იქნებოდა, რა ტიპის ტექნიკა და აღჭურვილობა არის საჭირო. მაგრამ დადგა მეორე პრობლემა, დადგა უკვე მასწავლებლების პრობლემა, ანუ იმ ადამიანის, რომელმაც უნდა ჩაატაროს ეს გაკვეთილი და ეს გაკვეთილები არის ინტერაქტიული. ანუ დღეს არსებობს ინტერნეტ გაკვეთილები, რომლებიც თუნდაც მაგალითად Silknet-ს აქვს ესეთი პაკეტი გაკვეთილების, მაგრამ ის აბსოლუტურად ჩვენი ხედვით ამ შემთხვევაში ვერ ჩაიდებოდა ონლაინ სკოლის კონცეფციაში. ეს უნდა ყოფილიყო ვიდეო გაკვეთილებს არ აქვს ის და თქმა უნდა, მასწავლებელი უბრალოდ ყვება და შესაბამისად ბავშვი უსვეს, მას არ აქვს საშუალება რომ კითხვა დაუსვას, პასუხი მიიღოს, ასევე დაეკონტაქტოს სხვა ბავშვს, რომელიც გაკვეთილის პერიოდში მონაწილეობს ამ ყველაფერში. შესაბამისად ჩვენ გვინდოდა ეს რაღაც რეალური ვირტუალური გაკვეთილი ყოფილიყო, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენ სკოლებში ელემენტარულად. აქედან გამომდინარე, გასათვალისწინებელი ასევე საათობრივი ბადე, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ბავშვების ელემენტი გასათვალისწინებელი არის, მშობლის ელემენტი, იმიტომ რომ ჩვენ არასოწლოვანთან აკვაკ საქმე და შესაბამისად თითოეულ ბავშვის შემთხვევაში საჭირო არის მშობლის დასწრება, თანხმობა, ეს მექანიზმის გასათვალისწინებელია. აუცილებელია ფსიქოლოგი. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ფსიქოლოგი. შესაბამისად უკვე მასწავლებლების მომზადება, სპეციალური პროგრამის შემუშავება და ასე შემდეგ. აი ეს მთელი კომპლექსი სირთულეებისა ამ შემთხვევაში არსებობს ამ ონლაინ სკოლის შეგნასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს სირთულეები ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაშინებს, იმიტომ რომ თვლით, რომ ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სკოლის არსებობა. ეს სკოლა ჩვენი ხედვით არ იქნება მარტო სასწავლო ასაკისთვის. ჩვენ გვაქვს შემოთავაზება საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასგან. ისინი ახორციელებენ საფინანსო განათლების კურსებს საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად ვთვლით, რომ არც ეს გაკვეთილებიც არ იქნებოდა ორიგო ჩვენი თანამემამულეებისთვის, როგორც მოგეხსენებათ, უმეტესობა ჩვენი თანამემამულე და ემიგრანტი წასული არის შრომითი მიგრაციის სფეროში, მათ საქართველოს იმიტომ დატოვეს, რომ სამუშაოს ძიებაში იყვნენ ჩართულები, მათ აქვთ გარკვეული საფინანსო მომენტები, აქვთ ურთიერთობა ბანკებთან, გადმორიცხვებთან, დანაზოგებთან და მათთვისაც კარგი და საინტერესო იქნება აი ასეთი ტიპის გაკვეთილების მიღება. შესაბამისად ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქართული ონლაინ სკოლა ეს იქნება ძალიან მრავალპროფილიანი სკოლა. ეს არ იქნება გათვლილი მხოლოდ სასკოლო ასაკის და სკოლამდელი ასაკის თანამემამულეებისთვის. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ჩაიდოს ისეთი მომენტი, როგორც არის სამეცნიერო კონფერენციები, ჩვენი მეცნიერებები არიან სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კონტინენტზე, ეწევიან სხვადასხვა სახის და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. ეს იდეა სხვადასხვა გვიბიძგა ამერიკისა და ევროპის ექიმთა ასოციაცია, მათ როგორც საზოგადოების ცნობილია, ჩამოაყალიბეს ესეთი ტიპის ორგანიზაცია, ძალიან ინტენსიურად და ინტერაქტიულად ურთიერთობენ ერთთან, მუდმივი კონტაქტი აქვს, ჩამოდიან, ატარებენ ლექციებს, მიყავთ სტუდენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დისტანციურ ლექციებსაც შესაბამისად ამ სკოლის არსებობა უკვე მათ მისცემს საშუალებას, რომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარონ უკვე დისტანციურად ლექციები, აყავდეთ უკვე ფართო აუდიტორია ამ კუთხით შესაბამისად და ეს მათ კავშირს და ურთიერთობას სამშობლოსთან ძალიან ხელისშემწყობი გარემოება იქნება. შესაბამისად ამ ეტაპზე მისული ვართ, რომ დახვეწილი არის პროგრამა, დახვეწილი არის ყველა ეს პარამეტრი, დასრულებული არის ყველა იმ პარამეტრზე მუშაობა, რომელიც უნდა
ხელი შეუწყოს ამ სკოლის ფუნქციონირებას გაზაფხულზე გეგმავთ პირველ სატესტო გაკვეთილებს. ამ შემთხვევაში მართალია ეს გაკვეთილები იქნება Skype-ით, იმიტომ რომ იმ ტექნიკას რადგანაც არის საუბარი, ეს ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა არის, ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა არის. ამიტომ ამ შემთხვევაში Skype-ის მეშვეობით მოახდენთ პროგრამებისა და მასწავლებლების და მოსწავლის ურთიერთობის ადაპტირების ელემენტის შესწავლას, შევისწავლით იმ ნაკლოვანებებს, რაც გამოავლეს ინტერაქტიული გაკვეთილების წარმოებაში. სიმართლე რო გითხრათ, სხვა ქვეყნების გამოცდილებაში რამოდენიმე ბავშვი ვირტუალურ სივრცეში რო იჯდეს და უსმენდეს გაკვეთილს და კონდეს ინტერაქტივი, ესეთი პრაქტიკა არ შემოხვედრია. თუ ჩვენ თანამამულებს ვინმეს აქვს ესეთი ინფორმაცია აღნიშნული გამოცდილების თაობაზე, ძალიან მოხარული ვიქნებით თუ მოგვაწვდის. ნამდვილად, დიდი მადლობა, ბატონო ზალ. ჩვენი აზრით საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა, ამასთან ერთად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს კიდევ უფრო მეტი პროგრამული პროექტები, რომლის შესახებაც ჩვენ შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ. თქვენ კი პატივცემულო ტელემაყურებლებო გთხოვთ, თქვენი შენიშვნები, შეკითხვები გამოაგზავნოთ ტელევიზიის ოფიციალურ მისამართზე. მადლობა.